სამარცხინო ფაქტი. დღეს ვერ პალასთან დაგვიჭირეს 4 ადამიანი. მე სალომე მახარაშვილი, გოგოხია, ფანოშ კადუა და ბესო კალაძე. დაგვაპატიმრეს არაფრის გამო ფაქტიურად გითხრა პოლიციამ რომ გადადით სავალი ნაწილიდან იმიტომ რომ უშლით მანქანების მოძრაობას ხელს როცა ჩვენ არ უშლით მანქანების მოძრაობას ხელს და ვატარებდით თავისუფლად მანქანებს გადავედით როგორც პატრონმა მიგითითამ შემდგომ უკვე გამოსვლას რო აპირებდნენ რუსეთის აგენტები ასე ვთქვათ ჭყალებში გამოვიდნენ გამოსვლისას პატრონმა გაუკეთა კორიდორი და სიტყვიერი და აგრესიით წამოვიდა ჩვენსკენ აქციის მშვიდობიანი აქციის წარმომადგენლებზე შემდგომ იმის შემდეგ პატრონმა ფარნაუშ კადუაზე მიიტანა აგრესია ერთ-ერთმა თანამშრომელმა ფარნაუშ კადუა როცა ჩასვეს მანქანაში ჩაქვსა უბრალოდ მოტრიალდა და ეუბნება რომ ყველა ჩაყარეთ მანქანაშიო და ვინც მოხვდით ეს ვიყავით მე გოგოხია და ფარის კალაძე წაგუყვანეს თავარ სამართლოში დაგკითხეს გარეთ მანქანებში წყალი არ დაგვალევინეს საჭირო ოთახში მოუნდათ ადამიანებს სამ პიროვნებას საჭირო ოთახი არ ქონდათ ანუ საჭირო ოთახშიც არ გაგვიშვეს როცა იქ იყავით რაიმე ზეწოლას ან რაღაც ძალადობას ზეწოლას და ძალადობას რაიმეს გავალდებულებდნენ ხელი მოაწერთ რა დიახ ხელის მოწერას გთხოვდნენ უბრალოდ ოქმების შევსებას და ჩვენ არ მოვაწერეთ ხელი არც ერთმა უარი განვაცხადეთ ამის უფლება ჩვენ გქონდა შემდგომ იმის შემდეგ წყალი მოვითხოვეთ წყალიც არ დაგვალევინეს არც შენობაში არ შეუყვანივარ უბრალოდ გარეთ დავკითხეს ყინვაში და დღეს მხოლოდ თქვენ გაგათავისუფლეთ და დღეს მხოლოდ გამოთავისუფლეს მე განვიცხადეს რომ ქალთა კაპეზე რემონტშია და ბიჭების კაპეზეში ხო არ შემიყვანდნენ მე გოგოს და წაიყვანეს სამივე ბიჭი დააკავეს დღეს